გამარჯობათ, დღევანდელი ჩემი ჩელენჯი იქნება ასეთი. მე წამიყვანენ თბილისიდან მოშორებით ჩემთვის უცხო ლოკაციაზე. დამტოვებენ იქ ჩემს მანქანასთან ერთად, ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე, რუკის გარეშე და ასევე არ მექნება უფლება, რომ შევეკითხო ადგილობრივებს თუ სად ვარ და უნდა დავბრუნდე უკან თბილისში. მოსახვეები უნდა დავიმახსოვრო, რომელიღაცა ფილმში მაქვს ნაყურები და ახლა თვალებახვეული რომ მიდიხარ, სულ სხვანაირი წარმოგიდგენია. ირგვლივ ყველაფერი ვიდრე შეიძლება რეალურად არის. გასაკეთებელი მაქვს მანქანის რაღაც ნაწილები და ცოტა ხრიქილის მათუში გაწუხებთ ფოტოში. იცით რომ საქართველოს ბანკს აქვს გათამაშება 650 ლარიანის საპრიზო ფონდით. არა, გამგონია ახალებ. გათამაშების ბილეთები შეგიძლიათ დააგროვოთ უამრავი გზით. ყველაზე მარტივი გზა ამისათვის არის მობილ ბანკის აპლიკაცია. მაშინ შეხვალ თუ არა 5 ბილეთს ეგრევე მიიღებ. გათამაშება 4 დაპიანი და ფინალში 9 მილიონი ლარი გათამაშდება, რომელსაც 3 ადამიანი გაინაწილებს და შენ მანქანასაც გააკეთე. წიგნის კითხვას გავს რა, რო კითხულობ, რომ სადღა მანქანამ გაიარა მიხვეულ მოხვეულ გზებზე, სადაც დიდი გორაკი იყო. და ამ დროს რო წარმოიდგენო შენ თავში რომ აი ასეთი და ასეთი იქნება, ყალბი ფანტაზიები მექმნება და ჩემი აზრით რეალობა სულ სხვა დამხვდება, რაღაცა ხრიო ადგილას დამაგდებენ ახლა. არა, ინტუიცია ნამდვილად კარგი მაქვს. პირველი ეფექტი აუ სადა ვიდეო თქვენ ხო? არც მთარო არ ჩანს, ყველაფერი გორაკებია. აუ, ამნაირი ადგილი არ მინდოდა, მაგრამ ესეთ ადგილასა ვარ, სად ნამდვილად არ ვიცი, სოფლის სახელი არ ვიცი, მხოლოდ ერთადერთი ცოცხალი არსება აგერ ეს ძაღლი არის, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ლამაზი ხედია ირგვლივ რა. მზე ამოვიდა, კარგად ანათებს უკვე ყველაფერს, ხილვადობა არის. ეხლა უნდა წავიდე წესით მაღლა, იმიტომ რომ სიმაღლიდან უფრო კარგად შევძლებ, ასე რომ ვთქვათ, გადმოხედვას და მერე იქედან განსაზღვრას მერე რომელ მხარეს წავიდე. დავეშვით. მოსახლეობა ასე თუ ისე არის, მაგრამ ეთყობა რომ აქ არ ცხოვრობენ რეგულარულად, ზოგი მიტოვებულია. ახლა გაჩვენებს ჩემი თვალით ირგვლივ რა ჩანს და თქვენ თუ მიხვდებოდით რა ადგილას იქნებოდით. ჩემთვის ახლა ყველაზე გამოსადეგი იქნებოდა ტრაფარეტი რო შემხვდეს სადმე რომ აი პროსტა სოფლის სახელი მაინც რო წავიკითხო და იქედან იქნება და რამე ის გავაკეთო, კავშირი გავაკეთო რამე მდებარეობასთან, ადგილთან, ან არ ვიცი რამესთან. ამოვედი ახლა ამ აღმართზე და ირგვლივ საერთოდ აღარაფერი აღარ ხდება, ანუ წეღან სახლები მაინც ხდებოდა და ან არასწორი მიმართულებით მოვდივარ და ან კიდე წინ უნდა გავაგრძელო სიარული, წავედი. ჩემთვის ახლა ერთი სწორი გზა მოდის ჯერ, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული არჩევნის გაკეთების საშუალება არ მქონია და აი გზა რო გაიყოფა, აი მან უკვე უნდა გავაკეთო სერიოზული, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც ან დაგვაზარალებს და მე უკან გავხდებით მოსაბრუნებელი და ან საერთოდ დავიკარგებით და ან სწორ გზას ავირჩევ და ახლა რა ვშვებით? 3 გზა იყოფა. წინ, მარცხნივ და მარჯვნივ. რომელს აირჩევ? მოდი, მარჯვენივ წავიდეთ. ახლა დავდივარ ამ ქალაქში აგერ და ჯერ არ შემხვედრია არც სახელი და არც არაფერი. უბრალოდ ეს არის ძველი პარკი. თუ აქ ეკლესია შენდება აგერ იქნება გარედან ეწეროს მაგალითად რომელიმე ქალაქის საკრებულო რა წერია? ახლა თეთრი წყაროს სკოლამდელი აღზრდა განათლების ბავშვები რაღაცები. თეთრი წყარო გამიგონია. რუკაზე სადა არ მახსოვს და თეთრი წყაროდან თბილისში როგორ წახვიდე გზა არ ვიცი. მოდი გავყვეთ პირდაპირ გზას და ან დაგვაშორებს საერთოდ თბილისს ახლა, ან მიგვაახლოვებს. იმ ადგილას სადაც ნამყოფი არ ახარ, გამორიცხულია რომ რამე იცნო რა.
ძირითადად როდესაც იყურებ ირგვლივ, ხედავ პეიზაჟს, ხო, ხედავ აი მთის ზოლს და მთის ზოლი უნდა ვნახო, სადმე რომელიც თბილისს გამახსენებს რა. ვიპოვე მთები, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი არ მახსენებს თბილისს. ისე ვაგრძელებ გზას რა. აქ რაღაცა აბრა არის და ეს უნდა წავიკითხოთ. ნადარბაზევი, ნასახლარი, ნაჭივჭავები, კლდეისი, ხორხები, ბედენის მთა და ვაჟას გორა. დიდი იგარა და ჯიგრაშენი. მე მგონი დროა რომ მოbrunდე. გადმოუხვიეთ ახლა უკვე მეორე შესახვევს ვამოწმებთ და აბა აქეთ ვნახოთ რა დაგხვდება. ოპა, რაღაცა ჰორიზონტზე გამოჩნდა, მოდი ვნახოთ ერთი რა არის. ეხლა ვცადე რომ ცოტა მომიახლოვებინა და იქნება სურათში მაინც გავარჩიო რომელი ქალაქია რა არის, რაღაცა კვამლი ამოდის, რუსთავი შეიძლება რო იყოს და რუსთავი თუ არის თბილისის გვერდზე იქნება. წამონა. აგერ ტრაფარეტი შემხვდა სამშვილდე რატომღაც მეცნობა და მოდი წავიდე ერთი მაგ მიმართულებით იქნება სამშვილდედან რამე თბილისის ხოდი გავჭრა. არა, მე მგონია რომ თბილისი აქეთ არ არის. ამხელა ჰორიზონტის ზოლი მაქვს ეხა წინ და არაფერი არ ჩანს ისეთი, რაც მიმანიშნებდა რომ თბილისი აქეთ უნდა იყოს. უნდა მოbrunდე. ახლა დამრჩა მესამე მოსახვევი და მე თუ კიდე ამ გადასახვევშიც ვერ ვიპოვე გზა თბილისისკენ, ხოხობებს დავითრებ, აბანოებთან ჩამოვარდება პირდაპირ და აუყვევი რა. გაიდეა. ანუ ტრაფარეტი გვაქვს, ოღონდ ამაზე თბილისი არ წერია. ამხელა ტრაფარეტზე თბილისი თუ არ წერია, ეგ იმას ნიშნავს, რომ თბილისი აქეთ არ არის. აი, ცენტრში გავიდე. ერთადერთი არ ჩავსულო რა აქ. აუ, აქ ნამყოფი ვარ. აქ უკვე ვიყავი, აი ეს ხედი მეცნობა. სადმე გზაზე რანაირად არ გამიყვანს. წავედი კიდე ერთ. მოდი ახლა ისევ გზას გავყვები და სადაც მიმიყვანს რა და ბოლო რაღაცას ვიზამ რა. რაღაცა დასახლებაში შემოვედი, რაღაც სოფელია, თუ ქალაქია, არ ვიცი. ეხლა ვხედავ წინ რომ ერთი დატვირთული ქუჩა არის, იქ უნდა გავიარო, ნახო, იქნება და რამე ამ ქუჩიდან, ამ ქალაქის ცენტრიდან თბილისის ტრაფარეტი მაინც იყოს. ეს ტრაფარეტი არც არაფერს არ ამბობს. უღელტეხილები გადავიარე, მთები გადავკვეთე, ქალაქში მოვხვდი და ისე გამოვედი ამ ქალაქიდან რომ სახელი რა ერქვა არ ვიცი. ანუ ტრაფარეტი ხო შეიძლება რომ დადგმული ყოფილიყო და წავიკითხავდი და მე მახსოვრებოდა მაინც რომ აი აქ ნამყოფი ვარ. ღმერთო რამე მაინც მანიშნე. აი აქ რაღაცა ქალაქს მივაგენი. ეს ყოფილა კაზრეთი. ქართული წარწერებიც აღარ არის. მე მგონი საზღვარს უახლოვდები. არ მშორდები. ერთ წუთით მაგარი დაკარგული ვარ რა. მესწავლა გეოგრაფია თავის დროზე კაი იქნებოდა. მონია რომ უკანაა თბილისი და ანუ ნიშანი ხო შეიძლება რომ იდგეს რომ აი ბოლნისი დამთავრდა და რა დაიწყო მერე რა მოდის მერე ანუ ნიშანი არაა საერთოდ გზაზე არსად. რაღაც ქალაქში შემოვედი ლიფ გოზელიკსალნუ მარნეულშიც შემოვედი მეგობრებო. გზაჯვარედინზე მოვედი, ცენტრი არის. აქეთ მიდის სადახლო ბოლნისი გუგუთი ყოფილა აქეთ. რადგანაც ნიშანი აქაც არ დგას, გადავწყვიტე რომ გავყვე ყველაზე
კარგ მანქანებს, რომლებიც მიდიან აი იმ მიმართულებით და ეხლა ჩვენც იქეთ წავალთ. აი ამ აბრის დანახვა ასე თუ გამიხარდებოდა როდესმე არ მეგონა ვაფშე რა. რა ლამაზია ეს ჩემი ლამაზი თბილისი. ასედაც ვარაუდობდი რომ გამოწვევა უნდა ყოფილიყო ნამდვილი და რა ვიცი საერთო ჯამში მაყოფილი ვარ, კარგი მოგზაურობას გამომივიდა, კარგი ასე რომ ვთქვათ ჭიდილიც ჩემ თავთან, რომ აი ახლა ვკითხავ ვინმე საიწავიდე და ახლა არა და ვიკავებდი თავს. რაღამ საქამდე მოვახციე, აღარ დავეძებთ, მოდამანებით.